შენი აზრით დღეს საქართველოში ბევრი კარგი, აი ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს? ვარჯიშის კუთხით, ვარჯიში საკმაოდ ბევრი მაინც კი რა. ვარჯიში ისეთი რაღაცაა რა, აი როგორ გითხრა რა, ბევრი ხანი თუ ვარჯიშობ, დრო ცოტა აი ცოტა ბრმათესე დიდი ხანი რთუნია რა ვარჯიში, ან ბევრი ხანი რამოდენიმე წელი თუ ვარჯიშობ, გინდა არ გინდა ყურადღება ექცევინება, ასე ვთქვათ, რაღაცე. ყურადღებას რო აქცევ, თუნდაც მე რა ძალიან ბევრი რაღაცა, ანუ რაღაც შეგეშალა, არასწორი იყო, აი trial and error რაც არის, შეგეშალა, გამოსწორე, შეგეშალა, აი ამ შეცდომებზე სწავლობ რა და დიახ ძალიან ბევრია, უკვე ძალიან ბევრი წელი რო ვარჯიშობს და როგორც თქვი რა, გინდა არ გინდა ყურადღებას აქცევ და აი შეცდომა ისწავლე, უკვე იმდენი წელი რო ვარჯიშობ, გამოსწორება ისე გიგროვდება, რომ ვარჯიშის ამბავში საკმაოდ ბევრი მაინც კარგად ვარჯიში და სწორად რა, ასე ვთქვათ. მაგრამ ერთი არის კარგად ვარჯიში მე ვიცოდე, მე ვარჯიშობდი, ავარჯიშებდი, სხვა არის კიდე რა. ბევრი არის, იცი როგორ? მაგალითად, ანუ ჩემთვის მე შეიძლება კარგად ვიცოდე ვარჯიში, მაგრამ მე რო ვარჯიშობ, ჩემი ვარჯიშის სტილი ან მე რა ვარჯიშებსაც ვაკეთებ, შენთან არაფერს ვაში არა, შენ არა მარტო მიზანი ისედაც რა, შენობა რაღაც შენობა კი ძირითადად ერთი და იგივე ვარჯიში ყველა ადამიანზე არ გამოდის რა, ზოგს სხვა ვარჯიში უფრო ფერება ასე ვთქვათ, ზოგს ერთი და იგივე მოძრაობა რაღაც სხვანაირად უფრო გამოდის, სწორედ ამიტომ ესე არის ბევრი, რომ აი თვითონ ვარჯიშობს, თავისთვის ეფექტურია ვარჯიში და ყველას მაგას აკეთებინებს და ბევრს აქვს შედეგი, მაგრამ აი ეგ ძალიან ღრმად ცოდნას არ ნიშნავს რა. უფრო აი ღრმად რო იცი, 5 ადამიანი შენობა შენ მე-6, 5-ვე სხვადასხვანაირად ვარჯიშო, ასე ვთქვათ რა.